გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის დრო, TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმრები არიან საზოგადოება სტალინის თავმჯდომარე გრიშა ონიანი და პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტიკური მდივანი ირაკლი უბილავა. მოგესალმებით, მადლობა რომ გვეწვეთ სტუდიაში. ბატონ გრიშა, მოდით თქვენი დავიწყოთ. უკვე შედის ზალაში დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, რაც მას არ მოსწონდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული გადაწყვეტილებები უწევს ახლა ამ ყველაფრის თავიდან დაწყება. საკუთარი ხედვა აქვს და სურს რომ მის ყაიდაზე ყველაფერი შეიცვალოს. ვრცელდება ინფორმაციები, რომ უკვე არა ლეგალ მიგრანტების გაძევებასთან დაკავშირებით უკვე 500-ზე მეტი ადამიანი აყვანილი ყავთ. ასევე შევიდა ძალაში, რომ აღარ იქნება ეს რაღაც გენდერი მცნება, პირდაპირ სქესი მიუთითეთო. შეექმნა დაბრკოლებები ერთ-ერთ განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კი, იქ მე-14 ჩასწორება ამერიკის კონსტიტუციაში და ერთ-ერთმა შტატმა უკვე დაბლოკა ეს და მედის განხილვები. ყველაზე საინტერესო ამ ეტაპზე არის უკრაინაში მიმდინარე ომი და ტრამპი როგორც მშვიდობის მტრედი, რომელიც ამბობდა, რომ ჯერ მოაგვარებდა 24 საათში ამ კონფლიქტს და ახლა უკვე თავად აღიარებს, რომ ასე მალე ეს არ მოხდება და რამდენიმე განცხადებაც გაკეთდა რუსეთის მიმართებით, რაც ასე ვთქვათ, გამომწვევი გახდა უკვე ჩაფიქრებისა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ანალიტიკურ წრეებში, ასევე რუსეთის ისტებლიშმენტში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას შეძლებს უახლოეს პერიოდში ტრამპი, დასახელებულია 100 დღე, თუნდაც ამ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები, როგორია თქვენი ხედვა? მე ეს შემთხვევაში უპირველეს სადისოდა თქვა, რომ დინარეში ორჯერ არ შედიან, ხო? მაგრამ თუ შედიან, ხო და იცოდეს, სად შედიხარ, იქ როგორი ქვებიანია ძირი თუ, სვიდიანია თუ, ქვედა დინებებია თუ რა. პრეზიდენტის სამართავი არასოდეს არ ყოფილა მარტო ამერიკა. რომ პრეზიდენტი დაძრეს და იმან მართოს. ეს ერთმართველი არასოდეს არ იყო, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობდა მცნება ფარული ხელისა, რომელიც მართავდა არა მარტო ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს და ვინც კი დიდი ხელისუფალი გახდა ქვეყნისა, დიდი იმპერიებისა, ყველამ ცადა რომ ჩასულიყო და ამ დედამიწის ცენტრისთვის როგორმე მიეღწიათ. გაიგეთ, თვითონ ჰიტლერმა უზარმაზარი დიდი ექსპედიცია მოაწყო ტიბეტში, რომელიც მარცხიდან თავდა და არა მარტო ჰიტლერმა, რომელიც ესე იგი ფანატიკი იყო, არამედ სტალინმაც კი ვინოგრადოვის მეთაურობით ძალიან დიდი ექსპედიცია გაუშვა ტიბეტში. იმდენი თანხა დაიხარჯა, რომ მე ის ვინოგრადოვი რა თქვა და ამ ხელაფულსაც არავის არ შეერჩენდა და ისე დაამთავრა როგორც ბევრმა სხვა. ამ შემთხვევაში მე როდესაც უყურებ ტრამპის მოქმედებას, მე რატომღაც ეიფორიაში მოხვედრილი კაცის, აგონიაში მყოფი კაცის მოქმედებებს უფრო მაგონებს, ეს ვიდრე ეხლა deep state-ზე რო ლაპარაკობს, ან მას ამარცხებს ამერიკა, ან და ამერიკა სტამარცხებს deep state-ი.
Deep State ამერიკა თვითონ შექმნა Deep State-მა და როგორ დაამარცხებ ახლა თვითმკვლელობას თუ გამოაცხადებს ის თუ არა როგორ დაამარცხებ ბანკები მაგისია ნავთობპროდუქტები მაგისია ნედლეული მაგისია ეს ტექნიკური აღჭურვილება ამ კოსმოსის თუ რაღაცის აი როგორ არის ახლა ეს მოკვდავი კაცი რომ დაემუქროს უკდავებას თქვა ეს ხო შეიძლება რა თქვა შეიძლება მაგას გააჩნია რაღაც გარკვეული თანხები და რაღაცები თქვა რაღაც რამოდენიმე მილიარდი მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ დედამიწის მართვის უფლება ქონდეს მართვის უფლება აქვს 13 ოჯახს და ჩამოთვლილია მაგით სახელი და გვარები არსებობსა და არსებობს დინასტიები ისინი კი არ არის ვინც შექმნა Deep State მაგრამ მაგათი შთამომავლები აგრძელებენ იმას მაგადა როკფელერები და ესე საძღარიან ახლა მაგრამ მაგათი შთამომავლები ამას გაყოფილი კი არაფერი არ აქვს ერთნაირი ბანკი აქვს ერთნაირი პროექტი აქვს დედამიწის მართვის არეგულირებენ დემოგრაფიას არეგულირებენ თქვა ავადმყოფობას არეგულირებენ სოციალურ სფეროს ხო და ეხლა ავადმყოფობის რეგულირების ამბები ჩვენ კარგად გვახსოვს ყველას. კი, ხო და აი მაგალითად ერთ რამეს მოგახსენებთ ამ Deep State-თან თქვათ სტალინი ძალიან პატარა ფიგურა არის, იმიტომ რომ ეს უღარიბესი კაცი, ეს უღარიბესი ქვეყნის პატრონი და გაუნათლებელი ხალხის ხელმძღვანელი ესე იგი შეეცადა რომ დედამიწის 1/6-ზე შეეცვალა მთლიანად სისტემა. ეხლა ჩვენს ვანგრევენ ეს ბუნებრივია რომ უნდა დაინგრას. ძველი შენობა რო იყიდო და იქ ცხოვრება გიდოდეს ან მაგალითად მრავალსართულიანი სახლის შენება ის უნდა მთლიანად ამოთხარო საძირკველიც უნდა ამოთხარო იმის და ახალი გრუნტი დამდე უნდა ჩახვიდე და იმაზე უნდა დაეწყო მშენებლობა სახლის მშენებლობა არის სახელმწიფოს მშენებლობა რა და აი ასე იწყება ყველაფრის მშენებლობა და ეხლა რომ მაგალითად რიგ შემთხვევაში აგრიდიკებენ მაგალითად და ხალხის რომ ახლა რა გაგახსენათ ამ ნაციონალების გასამართება და რაღაცები. მე მაგალითად 29 აპრილის ამ გამოსვლა იმისი ბიზნა ივანიშვილის ეს მიმაჩნია რევოლუციურ ეს მიმაჩნია ტრამპის შემოქმედების წინაპირობად რომელზეც აიგო თვითონ დღევანდელი მოძრაობა მაგალითად ეს ან იცოდა და ან მაგათმა ნახეს და მოусმინეს და აბსოლუტურად იდენტურია რაც იქი თქვა ისა თქვა მაგალითად თქვენ ოჯახები რომ ახსენეთ ერთ-ერთ ოჯახთან მეგობრობს კიდეც ივანიშვილი რამოდენიმე ოჯახთან სამ ოჯახთან მეგობრობს იცოდა ყოველ შემთხვევაში და ჩვენ და რადო აუცილებლად უნდა ამოიძებო ეს ყველა კლასს რომელმაც კლასი დაამარცხა ხო ყოველთვის იყო ნარჩენები მე როდესაც გაძლიერდნენ და ისევ დაამხეს ის კლასი რომელიც ამხობდა იმას ეს ახალი მოგონილი რამე კი არ არის მაგრამ საქმე იმაშია რომ არც ტრამპს სხვადასხვის და არც ჩვენს ხელისუფლებას და არ გააჩნიათ გარკვეული პროგრამა რა ქვეყნის განვითარების პროგრამა ვექტორი არ არსებობს ქვეყანაში როგორ საით მივდივართ ანუ ვექტორი ხო არის ბატონო გრიშა ეს ევროატლანტიკური კონსტიტუციაში არის კარგი რა ხო და მე კი ვიცი ეს ფარული თქვა მე ვიცი საითაც მივდივარ სადაც არის ჩვენი ადგილი სტალინმა განაცხადა რომ პატარა ერების და ქვეყნების საქმე წასულიაო
მაგრამ ჩვენი ვალდებულება არისო რომ რაც შეიძლება გაუხანგრძლივოთ მას სიცოცხლე, კარგი? და აღარ ხანგრძლივდება ეს სიცოცხლე. ჩვენ ვეხლა ერთმანეთს ხოცავთ ახლა და რუსთავებზე დავყიინებთ. აი რა არის ეს, გაიგე, აი რა არის იმ გლობალურ სივრცეში, რომ აი სადაც კოსმოსიდან უყურებენ მოვლენებს. ხო და შენ აქ რუსთავებზე ეზავი ვერ იყოფს მაგალითად გინებას ვერ იყოფენ თუ არა გასაყოფის სხვაგან რა გვაქვს გინებას რომელს უფრო მაგრად შეაგინებენ იმას ვერ იყოფს ხელისუფლება და ოპოზიცია რა კი ბატონო ირაკლი თქვენთან გადმოვალ ახლა ბატონმა გრიშამ ახსენა ეს deep state და შეძლებს თუ არა ტრამპი ამ დაანონსებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ეს ჯერ კითხვის ნიშანია ამაზე დიდი მაგრამ დაახლოებით 15 დღეში იგეგმება შესაბამისი ბრძანება გასცა სპეციალურ სამსახურებს დაავალა რობერტ კენედის უბრალოდ ჯონ კენედის მკვლელობის გამოძიება. ნუ რობერტი იმიტომ ახსენე რომ ისიც გადაყვა ამ თავის ძმის თემას და ბევრი თედიგელებია მოხდეს თეორიები იყო ამ მკვლელობის შესწავლასთან დაკავშირებით და გარდა ამისა ასევე მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის საკითხი. აი ხომ არ ფიქრობთ რომ სწორედ აი ამ კუთხით აპირებს ის deep states პირველი დარტყმა მიაყენოს ვინაიდან არ არის გამორიცხული რომ მხოლოდ ის ერთი მკვლელი რომელმაც ჩაულებრივი ერთი სახურავიდან შაშხანათი ეს ალი ჰარლი ოსვალდი იყო ერთადერთი ვისაც ნუ პრინციპში ის როდესაც გაყავდათ უკვე დარბაზში მაშინვე მოკლეს მოკლა ამომრჩეველმა ჯონ კენედის არა ივან უკრიდარესულა და და ქონდა მეკანებული და ვერ გავიგე ხა ამერიკას აგასაჩევი ქონდა აბაში ხო ნუ ყოველ შემთხვევაში დღემდე კითხვის ნიშნებია ბევრი და თქვენ როგორ ფიქრობთ აი ეს მონაცემები რაც აქვს დაარქივებული ამ სპეცსამსახურებს კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით ხომ არ იქნება ესეთი ამ deep state-ზე მიტანილი პირველი იერიში ტრამპის მხრიდან გამარჯობათ მოგესალმებით კიდევ ერთხელ ну ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვით და ძალიან კარგად და ძალიან ინტელექტუალურად ახსნა ბატონმა გრიგოლმა ეს თემა ამ deep state-ის თემა იმ 13 ოჯახის თემა ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ რა გავლენა აქვს ამ ოჯახებს როჩილდები ხო იყვნენ ჩამოსულები და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ კი ბატონო ასე მახსოვს იქ ფოტოებიც იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი ბევრს ახლა ამ თემებზე როცა საუბრებით ამ თემებზე მიდის საუბარი ბევრს გონი რაღაც შეთქმულების თეორიაზე საუბარი რაღაც არამეცნიერული მიდგომა ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე ახლა როცა უსმენდი ბატონ გრიგოლის საუბარს გამახსენდა ერთ ძალიან საინტერესო ნაშრომი მქონდა ძალიან საინტერესო პოლიტოლოგი თვითონ ამერიკელი შეერთებული შტატების პოლიტიკური მეცნიერებათა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ეს ადამიანი ჩარლზ ლინდბლომი ასეთი ავტორი იყო რომელსაც აქ დაწერილი ნაშრომი 70-იან წლებში დაწერა ეს ნაშრომი რომელიც ხსნიდა და სწავლობდა ამერიკის თვითონ პოლიტიკურ სისტემას ის უფრო მეცნიერულად ცდილობს ამ თავის ნაშრომში გადმოსცეს და მოჯახებს და ასე შემდეგ არ ეხება თუმცა რაღაც საინტერესო თემას აღალიბებს რა თუ როგორ იმართება ამერიკის პოლიტიკური კლასი ის უწოდებს პოლიტ-ეკონომიურ სისტემას ამერიკის შეერთებულ შტატების ზოგადად პოლიტიკურ სისტემას ესე იგი რას ნიშნავს ეკონომიკა ბიზნესი გავლენას ახდენს პოლიტიკური კლასის პოლიტიკური ელიტის ფორმირებას და როგორ ეს პრობლემა ხსნის პირდაპირ რომ ამერიკაში თუ ფული არ გაქვს პოლიტიკაში ვერ მოხვალ ეს კაპიტალისტური სისტემაა თუმცა და თან ფულიანი მდიდარი პოლიტიკოსები ამერიკელ ამორჩეულს არ უყვარს. შესაბამისად ჩდება ისეთი რაღაცა ჯგუფი ადამიანთან, ну ბიზნეს ჯგუფი თქვა დავარქვათ. ეს საფინანსო იქნება თუ სამრეწველო ჯგუფი. ესენი აფინანსებენ გარკვეულ ადამიანებს. მათ უფინანსებენ ან გამოსვლას, რეკლამა, პროპაგანდა, მის როგორც პოლიტიკური ფიგურის ფორმირებისა და ამის შემდეგ ხდებიან ესენი პოლიტიკოსები. თუ ამ კრიტერიუმებით მიუდგებით ჩვენ და ამ იმებით, ხო, არის 13 ოჯახი, ну შეიძლება ვთქვა 5 იყოს თუნდაც, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ეს ოჯახები, რომლებიც სათავისოდ, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური კაპიტალი ამათ ხელშია, ქმნიან იმ პოლიტიკურ კლასს, რომელიც მათ აწყობთ.
თუმცა იმ ოჯახებს შორისაც არის გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი არის მათ შორის, ხო? ხდება? კონფლიქტი არ უნდა იყოს. იმ ზოგი ფინანსური ამ ბიზნეს ელიტის წარმომადგენელია, ზოგიერთი სამრეწველო კაპიტალისტური ელიტის წარმომადგენელია, რომელსაც სხვა მიდგომებია გარკვეულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტური ინტერესი ქმნის ამ პოლიტიკაში გადმოიზრდება ხოლმე ეს კონფლიქტური ინტერესები ამ პოლიტიკოსებს შორის. აი ზუსტად ერთ-ერთი დაჯგუფების, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში, იმ ერთ-ერთი დაჯგუფების წარმომადგენელია ტრამპი, რომელსაც უკნიდან გარკვეული უხილავი ხელი იქნება თუ რაღაც ბიზნეს ჯგუფი, გარკვეული ოლიგარხების ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება ქუჩურ ჟარგონს, კრიშავენ, ლობირებენ, რომლებიც ხარს უჭერენ ამ ადამიანის მიერ განხორციელებულ, ან თუნდაც სასურველ იმ ნაბიჯებს რის რეალიზაციას უნდა მოახდინოს და ამ ნაბიჯებში მას ხარს უჭერენ. შესაბამისად, ეს დატაკება ხდება ჯერ ერთი ამ ოჯახებს შორის, რაც ასახვას პოვებს თვითონ პოლიტიკურ სისტემაში. აი ეს დაპირისპირება მგონია. თუმცა მე გეთანხმებით, იმაში ერთი მინდა ვთქვა, რომ ამას შეიძლება სერიოზული პრობლემა შეუქმნას თვითონ ტრამპსაც. ვინაიდან იმათაც ყავთ სერიოზული თავისი, ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სისტემის, ასე ვთქვათ, ფუნქციონირება თვითონ ამ დემოკრატიისა, პოლიარქიისა დამოკიდებულია პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე. იქ ზოგიერთ აღმოსავლურ სახელმწიფოების პოლიტიკურ სისტემებში ხდება და უშუალოდ ერთი პოლიტიკური ძალის აბსოლუტური გაბატონება ასე ვერ ხდება. ხა ავიღოთ დღევანდელი რესპუბლიკური პარტიის გავლენა ზოგადად შეერთებულ შტატების საზოგადოებას. დაახლოებით არის 52-53%-იანი გავლენა, ხო მეტი არა. თუმცა 57%-იანი მას ოპონენტი ყავს. შესაბამისად, შეიძლება ცდილობს, ვინაიდან დღეს კიდე დღეს წავიკითხო პროსტორად. კანონი შეაქვს, რომ მესამე ვად კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს შეერთებული შტატების. თუ ორი ვადით ირჩევენ დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, უფლება აქვს არჩეულ იქნას, ხო? მესამე ვადის დამატებაც სურს. ესეც ძალიან საინტერესო პროცესი იქნება თვითონ კონგრესში მიიღებს და უჭერენ ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს თუ არა. შესაბამისად, მას სურს შესაძლოა ტოტალური გავლენა აიღოს და ამ მეშვეობით გაასუფთავოს მისი მოწინააღმდეგე, ასე ვთქვათ, იმ ძალებისგან, თუნდაც ბიზნეს საფინანსო ელიტის წარმომადგენლებისგან, როგორც ჩვენ ვიცით, რომ ტრამპი ითვლება პრამოშლენე ბიზნეს ელიტის წარმომადგენელი, სამრეწველო ბიზნეს ელიტის წარმომადგენელია ტრამპი თვითონ. და შესაძლოა იმ კონკურენტების გაწმენდა უნდა იმ ჯგუფს, იმ ოჯახების ჯგუფსა, რომელსაც იმ თავიანთ ბიზნესს, ასე ვთქვათ, კონკურენტების გაწმენდა სურს და უშუალოდ საფინანსო თუ პოლიტიკური ველიდან შეერთებული შტატების. აი მხოლოდ ეს არის და ეს. თუმცა მე კენედის ამისვი და იმებზე მე დარწმუნებული ვარ, ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმისა, რომ გააშიშვლონ თავიანთი მოწინააღმდეგე თვითონ სისტემის შიგნით, გააშიშვლონ და შესაბამისად ჩამოაცილონ ისინი აი მართვის სადავეებს, რომელიც გააჩნია, რა ვიცი, რამდენი ათეული წელია შეერთებულ შტატებში. შესაძლოა ნახო გამოუვა თუ არა. მე იმასაც კი არ გამოურიცხავ, შესაძლოა კენედის ბედის კი გაიზიაროს. ნუ გააჩნია პროცესები როგორ წავა იქ. და ეს პროცესები მიდის, წმინდა დაპირისპირება ჯერ იმ 13 ოჯახს შორის და შემდგომ ის ასახვას პოვებს თვითონ პოლიტიკურ სისტემაში და პოლიტიკურ დაპირისპირებას შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბატონ გრიშა, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ერთია რა ნაბიჯები გადაიდგმევა ტრამპის მიერ, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ის, რომ აი ეს ვითარება, რაც საქართველოში გრძელდება და ნუ გასაგებია პირდაპირ ბაიდენის ადმინისტრაციის აფტერშოკებია ეს რაც ხდება ახლა ეს აქციები ახლა უკვე თეატრალებმა დაიწყეს ეს გამოსვლები, უცნაური პერფორმანსები და ასე შემდეგ. ხელისუფლება ჯერჯერობით არ რეაგირებს სათანადოდ. ანუ მიშვებული აქვს ეს, რომ რაიმენაერად მინავალდეს, როგორც ჩანს, ანუ არ აწყობს ესეთი მკვეთრი ნაბიჯები გადადგეს. აი დღეს მაგალითად იყო ეს უცნაური საბოტაჟი ტრანსპორტში ისმოდა ყველა აპარატს, რომელსაც ადეფ საგადასახადოა რაც ჩამონტაჟებულია დინამიკი და ისმოდა სხვადასხვა ტიპის ზვიად გამსახურდიას დროინდელი განცხადება, ასევე ჟვანიასი, რომ ვარ ქართველი და მაშასა და მე ევროპელი და ასე შემდეგ. წვდომა ამ სისტემასთან ქონდა საქართველოს ბანკს, როგორც ხვდები იქ ეს საგადასახადო სისტემასთან. საქართველოს ბანკი არის ანგლოსაქსების. შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს ძაღლის თავი იქამდე მიდის.
ვიღაცას ჰქონდა წვდომა იმ ალგორითმთან, რომ ესეთი საბოტირება მომხდარიყო, ვინაიდან მთელი ამ დროის განმავლობაში ხო ადამიანები ვერ იხდიდნენ თანხას, რაც ბიუჯეტში უნდა წასულიყო, ხო ასეა. ანუ ქვეყნის საწინააღმდეგო საზიანო ქმედება იყო ეს და სისხლის სამართლის მუხლიც არის 3-დან 6 წლამდე ითვალისწინებს ასეთი შეღწევა, კომპიუტერული ჰაკერობა. და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა როდამდე უნდა ელოდოს ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციიდან წამოსულ რაიმე ინსტრუქციას ან დირექტივას თუ როგორ აწყობს აქ ურთიერთობას მოქმედ ხელისუფლებასთან? ევროპის პოზიცია ჩვენთვის გასაგებია. რამდენიმე ქვეყანა ცნობს ლეგიტიმურობას, მილოცვებიც იყო, მაგრამ ნაწილი ამ ევროპული ქვეყნებისა არ ცნობს. აგერ გუშინ ესტონეთის პარლამენტმაც კი გაავრცელა განცხადება, რომ არ ცნობთ ამ ხელისუფლებას საქართველოში ლეგიტიმურად და ეს არის ყველაზე ესეთი დამაფიქრებელი. რა სიზამს ტრამპი, ანუ როდამდე უნდა ელოდოს თბილისმა იქიდან წამოსულ დირექტივებს, თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა თქვენ პირველად არ ახართ ამ ეთერში და საკმაოდ ცნობილი პოლიტიკური მიმოხილველი ხართ და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ რაც არ უნდა კარგად ვიმუშაოთ, ჩვენ რაც არ უნდა მოვითმინოთ, რაც არ უნდა იმაზე წავიდეთ შეტევაზე რაღაცაზე. ეს არის ყველაფერი, ესე იგი, ეს არის ყველაფერი თეთრ გაიგრა. სანამ თვითონ ვარსკვლავები არ დაეწყობა, სანამ თვითონ სოფლიოს წესრიგი არ ჩამოყალიბდება. ომი დამთავრდა 45 წლის 2 მაისს. მაგრამ 44 წლის 8 დეკემბერს დედამიწა უკვე განაწილებული მთლიანად რა, რომ ვის რა უნდა გებოდა, ვის როგორ უნდა გებოდა რაღაცები, ხო? ამიტომ ეხლა ტრამპი რა სიტყვის ჩვენზე ეს არის მაგალითად თავის ტკივილის წამალი რომ დალიო რომ გაგიაროს რა ტკივილმა თუ არა რომ მოგარჩინოს ეს იმისთვის არ არის ეს წამალი რა მე გეუბნებით რომ ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით გარდა იმისა რომ ჩვენ ვახანგრძლივებთ იმ ბუდის გაკეთებას რომელ ბუდეშიც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ეს ბუდე ყველა ქართველმა ძალიან კარგად იცის რომ ჩვენ 12000 კილომეტრზე სტრატეგიულ მეგობარს ვერ გავიჩენთ არ არის ფიზიკურად არ არის ამის შემოწმება მაგრამ წამთ ბატონო გრიშა ან მიაჩნიათ რომ გავიჩენთ და პარტნიორია და სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატები საქართველოს ეხლა ერთამის გეტყვით ჯერ მგონი გვაქვს ერთი ტბის ახლოს კიდე ცხოვრობდა და დაჭაობდა თანდათან ეს ტბა კამიშები ხო და ბაყაყები გაშლენ და არაძილებენ კაცო ამ კალდა ყიყინებენ დადგება აი მოაგორე დიდ ქვას ჩააგდებს ამაში ამ ტბაში და ამ ხმაურზე გაჩვენდებიან ეს ბაყაყები მაგრამ მერე რო კიდე ქვას ხო და კიდე დაიწყებენ ყიყინს და მერე ხე ჩააგდებს წვალოს ქორი უყურებს ამას კაცს როგორ წვალობს ეს კაცი და უნდა უშვებო რაღაცაო და საბურძე ფერდობზე იქა და უყურებს ეს და ბაყაყი არ შეიძლება ვერ დაიყიყინებს თუ თავი არ ამოყოდა ისე თქვა დაბერა ამოყო თუ არა ბაყაყმა თავი რომ უნდა გაბეროს ეს ნაყუჩე დაიყიყინოს და დაცა ხელი ქორმო წარიყვანა ხო და ბაყაყები კაცო ავიდე ერთი ბაყაყი და რატო არ დაიყიყინა და უყურებენ ახლა ერთმანეთს გაბედა კიდევ და იბანაც ამოყოდა ამ დროს რაღაც შავი დააფრინდა წაიყვანა
ის დღე იყო და მე იმ თმაში არაფერს არ დავყეყედი და დაიშვედა ამ ხმას. ანუ ეხლა ჩვენ რა ბაყაყებით ყავს აქ ქუჩებში რაღაცა უნდა მოვუხმო. გეუბნები ახლა. აი დროილი ბიჭო კაცი არა ხარ ბიჭო ადამიანის დაშვები არა ხარ ბიჭო თეატრი გაგიგეთა ხელფასი გაძლია შიმშილით კვდებოდი გაგაძღო ჩაგაცვა დაგახურა პარიგი გიყიდა და ჯოხიდე წერი გაგიგეთა ხო ბიჭო იმ კაცს რა უფლებით რა სინდისით ებრძვი გამაგებია რა აი შე არაკაცო შენ არა შე არაკაცო მაგრამ როგორ შეიძლება რომ და მე აი მაშინ 29 ისა მაშინ 20-მდე აი 21-ში განახებდა რაც ემყალეს მოჭამ ვიღაცას რა ბატონ გრიშა საზოგადოება გვიყურებს ძალიან დიდი თხოვნა იქნება მაინც ემოციებისგან თავი შევიკავოთ არა განსაკუთრებით ასე სკარბეზული მიმართვებისგან თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად მაინც ხალხი გვიყურებს და არა ხალხი რო გიყურებს მაგრამ აი ვის რა ფეხები უნდა მოჭამოს გამაგები ეხლა აი რა ჯარი ყავს ისა დაჯგუფება ყავს შეიარაღება აქვს თუ რა ისაყავს ახლა საგვარგარეთ ვიღაცა ისეთი სახელმწიფო რომ იმწუჩვე რა დაურეკავს ტიმსეს ახლა გაჩნდება აქ ყოველ შემთხვევაში მათი უფლებაა ეს მართონ ეს აქციები სხვა საკითხია როდის დაიწყებს რეალურად მოქმედებას ხელისუფლება ნუ ის მეთოდები რასაც ხელისუფლება იყენებს ამათ არ მოწონთ და სწორედ ამ საჩივრებით დარბიან როგორც მსტოვრები დასავლეთში და ახლა მაგალითად მომდევნო კვირას სტრასბურგში იგეგმება ევროსაბჭოს კიდევ ერთი თქო ესე განხილვა და საქართველოს დელეგაციას შეიძლება შეუჩერონ უფლებამოსილება ანუ ხმის ამოღების უფლება არ ექნება. ბიჭო, საბჭოთა კავშირი, რომელიც ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ითვლებოდა 33 წლამდე სოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ყავდა აღიარებული როგორც სახელმწიფო რა. და ქვეყანა მის კალზე ტრიალებდა რომ როგორმე მიეღოთ რომ სტალინი ახლოს დაენახათ. გაგედა დალაპარაკებოდნენ რა. ხო და ამერიკა რომ დიდ დეპრესიიდან ამოვიდა ის ყველაფერი იყო სტალინის დახმარებით და ტრამპმა ნახეთ რა თქვა მადლობა რუსეთსო რომ ჩვენ მოგვაგებინეს ომიო ანუ რომ დაგვეხმარებინე მოგვეხმარებდი არა ჩვენ დავამარცხეთო ორ დიდ სამამულო ომში ისა სოფლიო ომში გავიმარჯვეთ და იმაში დაგვეხმარენო ჩვენო ის 60 მილიონი დაგვეხმარენო და სრემლების ღრით ხვეწებოდა ისა რომ ჩვენი ჯარები მიმწყლიესო ის სადღაცას გაიგე კუნძულზე ხო და იქნებ როგორმე გუშინო დაგვიხსა და ისე და გამოათავისუფლა და გამორეკა მაგათი ჯარები რამ თქვა იმ კაცმა რომ ლეგიტიმაციას რო ითხოვთ თქვენ ვიღაცისგან თქვენ თავს იმცირებთ თვითონ კაცო და იმ კაცმა ხო თქვა რა ევროკავშირის თავმჯდომარემ ხო თქვა თუ ხალი რო იყო რო არ ჩამოვიდა იმათ თქვა რომ ვის შეხვეწებით კაცო თქვენ ლეგიტიმაცია მოგცა თქვენ 1,900,000 კაცმო და ეხლა რომ თქვენ ვიღაცას კიდევ ლეგიტიმაციაზე ეხვეწებით ეს თქვენი თავის დამცირება არის რა ნუ ირაკლი მოდით თქვენთან გადმოვალ ახლა კითხვით ამერიკის შეერთებულ შტატებში თავად უკვე არიან ასე ვთქვათ ტრამპის რუსეთთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აქვთ ესეთი მიდგომა რომ ტრამპმა პირდაპირ წერია პადარვალ ქსიბედავერიო ინფორმაციაში ნდობა ასე ვთქვათ დაიყვანა მინიმუმამდე ვინაიდან ის ცდილობდა როგორც თავად ამბობდა ომი მალევე დასრულებულიყო
მაგრამ რამდენიმე განცხადება რაც გააკეთა, აი პირველივე განცხადება იყო ის, რომ რუსეთი თავად ანგრევს თავის თავს, თუ არ გაჩერდება. ახლა უკვე დაემატა ის, რომ OPEC-ს მიმართა და ბენ სალმანს იქ არაბეთში დააგდეთ ნავთობის ფასიო, იმიტომ რომ ნავთობზე თუ დაბალი ფასი იქნებაო, ომი შეწყდებაო, ანუ მაგით ირიბულად დაარტყა რუსეთს. რუსეთს გაყიდვები შეუმცირდება. პესკოვი გამოეხმაურა, რომ ამ ომის შინაარსი საერთოდ ნავთობთან შეხებაში არ არისო. პესკოვის პასუხში ჩანდა ის, რომ საერთოდ ნავთობიც რო არ კონდეს ამ ქვეყანას, ჩვენ ამ ომს მაინც გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ეგზისტენციალური ომი. და როგორ ფიქრობთ თქვენ, აი ამ მიმართულებით, აი ამ ტრეკზე მოახერხებს ტრამპი რაიმე გარღვევის მოხდენას? როგორც პინგ-პონგის ბურთით რო ვარჯიშობს სპორტსმენი, დაახლოებით ასე, ახლა იცის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვინ უარყოფს იმას, მარტო პენტაგონს აქვს მთელი რუსეთის ხელა ბიუჯეტი. მაგრამ აქ მიწას და ტერიტორიას და სიდიდეს და ქვეყნების ერთობლიობას კიდე მნიშვნელობა. მარტო ერთი ტრამპი და ერთი ქვეყნის ლიდერი. თუნდაც სხვა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან ვერ მოაგვარებს იმ ყველაფერს, რაც თავად დაგეგმილი აქვს. ახლა ცდილობს ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინს მიწვდა, რომ 2019 წელს რო შევხვდითო, კიდე მინდა შენთან შეხვედრაო. აი თქვენ წარმოიდგინეთ. გაანალიზეს როგორც ჩანს პუტინისა და სი ძინპინის ონლაინ საუბარი. მიხვდნენ რომ ამ მიმართულებითაც არაფერი არ გამოვა. ტრამპი კვლავ აგრძელებს ბაიდენის ლანძღვას, რომ მან ბევრი ნაღმი ჩადო გნებავთ უკრაინაში, გნებავთ ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთში, ანუ ეს კონფლიქტები არ მოხდებოდა მე რომ ყოფილიყავიო. მაგრამ არ აქვს ნათლად, როგორც ჩანს, ხედვა თუ როგორ მოაგვარებს ამ კონფლიქტებს. ამიტომ ვახსენე პინგ-პონგის ბურთი. თქვენ როგორ ხედავთ ირაკლი ამ ამბავს? მე ხა ჩემს მოსაზრებას გეტყვით. საერთოდ ამ კონფლიქტის არც გასაგებია, ეს არის წმინდა გეოპოლიტიკური ტიპის დაპირისპირება იმ გლობალისტურ თავრობასთან, რომელიც ჰქონდა რუსეთის ამ ადმინისტრაციას და რამაც მიიყვანა ამ სისხლისმღვრელ კონფლიქტამდე. თუმცა რუსული მხარე ზოგადად უკრაინელებს ეს რუსული ასეთ ცივილიზაციის მალოროსულ სეგმენტს, ასე რომ ვთქვა, ასე უწოდებენ ისინი. ერთ შემადგენელ კომპონენტს. ხო, განიხილავს როგორც ერთ ხალხად განიხილავენ ესენი. შესაბამისად რუსეთის ინტერესებში სულაც არ შედის და არაერთხელ გაუხმოვანებიათ ეს. თუნდაც პრეზიდენტ პუტინსაც საერთოდ ის აცხადებდა, რომ ამ ომს სამოქალაქო ომის კატეგორიაში განიხილავდა. ერთი ორი შიგნით კი ორ სხვადასხვა სრულ სახელმწიფოშია თავმოყრილი ერთი ხალხი და ამ ორ ჯგუფ შორის მიდის და სოციალურ ჯგუფ შორის ეთნიკურ ჯგუფს თუ რავი როგორც გინდათ ისე უწოდოთ და მიდის დაპირისპირება. თუმცა მათ ისინი განიხილავდნენ ამას როგორც მოძმიერსაც კი არა, ერთ ხალხს განიხილავენ, აი რუსული ნარატივი ისტორიული აი ასეთია. შესაბამისად ამ კონფლიქტის ამ დონემდე გაწელვა რუსეთსაც არ აწყობს, რუსეთს უსურს შეჩერება. თუმცა პრობლემა შექმნა ტრამპის იმ განცხადებებმა, რომელიც მან გააკეთა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, თვითონ შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასაც სურს ამ ომის გაჩერება და ამ კონფლიქტის, ასე ვთქვათ, ნელთბილ ფაზაში გადაყვანა, ან ცივ ფაზაში გადაყვანა, ასე ვთქვათ, ხო? და რატომ? რეალურად თუ დავიწყოთ რუსეთი ამ ომის თუ ამ პროცესში დასრულდა ეხლა, ხო, ეს ომი. არაფერ წამგებიან პოზიციაში რუსეთი არ არის და რატომ? თუ გავიხსენებთ ამ ომის თქვენ ძალიან სწორად ვთქვით, ეს არის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი რუსეთისთვის უკრაინის ნატოში ინტეგრაცია. ბევრი ფაქტორები ხარ ჩამოვთვლით. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრე ამ თემებზე. და ეს ეგზისტენციალური საფრთხიდან გამომდინარე, რუსეთი რას თხოვდა თავიდან რომ დაიწყო? ეს ითხოვდა ნატოში უკრაინის ინტეგრაციის ამ პროცესში შეჩერებას თვითონ. რაზეც წინააღმდეგი წავიდა, ეხლა უკრაინის მარიონეტულ ხელისუფლებას ერთ არაფერს არ უტყვი. ნატოს მესვეურები, შეერთებული შტატები პირველ ინგლისი გაგიო ბრიტანეთი კი ბატონო. შესაბამისად, დღეს თუ გადავხედავთ, ისინი ტრამპი რას თხოვს? ტრამპმა ჯერ 10 წელი დაიწყო, მერე 20 წელი დაიწყო და ბოლოს ერთ-ერთ განცხადებაში რამოდენიმე დღით ადრე ტრამპ ინაუგურაცია მოხდა, მან განაცხადა საერთოდ უარ უნდა თქვასო უკრაინამ ნატოში ინტეგრაციაზე. ეს ამ კუთხით თუ განვიხილავთ ამ კონფლიქტს, რუსეთმა ეს კონფლიქტი მოუგო იმ წინა ადმინისტრაციას
ამ კომპონენტში. მაგრამ გრუშკო ამბობს, სწორედ რომელიც ნატოსთან ურთიერთობას კურირებდა რუსეთის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მყარი გარანტიები თუ არ იქნება. ანუ აი ესეთი ეფემერული უბრალოდ ნათქვამი სიტყვიერი, ასეთ გორბაჩოვსაც პირდებოდნენ, რომ აღმოსავლეთის ნატო მაგასაც ავხსნით. მოდით მაგიც ავხსნათ და დეტალურად მივიდეთ, მაგრამ მეორე კომპონენტი დავიწყოთ. აი ტერიტორიული გაფართოება, ხო? დრეიფი, ტერიტორიული, ასე თქვა, გამოიყენოთ ტერმინი, ორგანიზაციული ტერმინი გეოპოლიტიკაში, საცოცხლო სივრცის ზრდა, რუსული ნაციის თუ ეთნოსის თუ როგორც გინდა ისე გამოიყენოთ ეს ტერმინიც. ტერიტორიებით შემოიერთა. უკრაინის გაწევრიანება ნატოს შეაჩერა, ხო? რაც შეეხება მყარი გარანტიები, იცით რა, მყარი ვისაც საერთაშორისო ურთიერთობები იცის, აი მყარ გარანტიებზე სამუდამო საერთოდ არაფერი არ არსებობს დედამიწაზე და მით უმეტეს საერთაშორისო ურთიერთობებში. ეხლა მე ერთ მაგალითს მოვიყვან, აი ბატონმა გრიშამ ახსენა 44 წლის 8 დეკემბერი. ყველაფერი გადანაწილებული იყო. თუმცა ეს სტატუს-კვო შედგა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ სტატუს-კვო შედგა. თუმცა ამის იურიდიული გაფორმება მოხდა 1975 წელს ჰელსინკში. 12 პრინციპი მიიღეს საერთაშორისო სამართლის. თუმცა 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და სოფლიოში გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეიცვალა, ეს ჰელსინკის აქტები და ეს საერთაშორისო სამართლების ნორმები აღმოჩნდა ფანატინაკ აღალდი, რომელიც იმ ბიპოლარული სისტემისათვის იყო მისაღები. შესაბამისად, დღეს გვაქვს ეს ბალანსი, რა ბალანსი არის და ამას უნდა მოერგოს ის საერთაშორისო ხელშეკრულება, მე დარწმუნებული ვარ, რომელიც დაიდება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ეხლა 20 და 30 წლის მერე როგორ შეიცვალა ბალანსი? იმის შესაბამისი და ის მომავალი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა. ასე არ ხდება. კი ბატონო, ძალიან სწორი მინიშნება იყო ამ თარიღებთან დაკავშირებით და უფრო რო განვავრცოთ. ბატონო გრიშა, ირაკლი მახსენა ესეთი ისტორიული მომენტები, რაც მართლა არის ესეთი საგულისხმო და უფრო ადრე ჩავიდეთ ანალოგიებით. ახლა თქვენზე მდიდარი გამოცდილება სტალინის ფენომენის შესწავლაში საქართველოში მე ამ ეტაპზე არავინ არ ვიცი. მოდით დავიწყოთ უფრო ადრინდელი პერიოდიდან. ახლა ვიცით რომ სტალინი იყო ეგრეთ წოდებული ნარკომ-პანაციონალისტი თავის დროზე. ისიც გვახსოვს რომ საქართველოში ახლა მოდაშია, ესეც ალბათ პროპაგანდის ნაწილია, როდესაც წითელი არმია შემოვიდა 20-იან წლების 21 წელს თებერვალში, მერე მაინც რაღაც ქართველების ნაწილი იყო ესეთ ანტაგონისტური დამოკიდებულება იყო 24 წელსაც იყო აჯანყების მზადება, აჯანყება უნდა მომხდარიყო. და დღეს ძალიან პოპულარულია ისევ აი ამ რუსოფობიულად განწყობილი ევროპული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან, ეს იქნება პოლონეთი, ბალტიის სამი ქვეყანა. ძირითადად ისინი ასაზრდოებენ. აი თქვენ თუ გაქვთ ფილმი ნანახი მანდარინები, ძალიან კარგია როგორც სიუჟეტი, გადასარევად დაგეგმილი სიუჟეტია. მაგრამ იქ არის მინიშნება ბოლოსკენ, რომ ეს ფილმი დააფინანსა ესტონეთის მთავრობამ. და ეს ის ცნობილი მსახიობიც ესტონელიკის კარგი მსახიობი, მაგრამ ბოლოს როგორი გაღვივებულია ესეთი შოვინისტური მომენტი, ეს ვილისით რომ მოდიან სამხედრო მანქანით რუსები და ეს ჩეჩენიც და ეს ქართველიც როგორი მომენტია რომ ამ რუსებს ზღავენ, ანუ მიზანმიმართული ჩაგდებული იყო მარცვალი ამაში. და ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე? ის ლიბერალები, რომლებიც პირდაპირ თქვათ არიან ესეთ ულტრანაციონალისტ შოვინისტები ამავე დროს, ქართველებზე მაქვს საუბარი, აი არაერთი ამ მიტინგებზე დადის, ხო? აფრიალებს ამ ევროკავშირის დროშებს. ხშირად გნებავთ სოციალურ ქსელში მაქსიმალურად ცდილობენ ჩირქი მოსცხონ და ტალახი ესროლონ სტალინს. მე თავად მქონდა შესაძლებლობა რუსეთში, მოსკოვში, როდესაც სწავლობდი, გადამეღო არქივებში, ახლა მიწევდა იქ ხო, როგორც მკვლევარს სხვადასხვა თემებზე მუშაობა. მე გადაუღე ერთ დედანს ფოტო. და გეტყვით რას, ახლა მე რეჟისორს თხოვ, მე აჩვენოს ეს კადრები. ამ მიმართვაში, რომელიც სტალინმა გამოუგზავნა მაშინდელ 24 წელზეა საუბარი, 1924 წელზე, მაშინდელ საქართველოს ცეკას მდივანს ლომინაძეს შავით თეთრზე წერია, რომ
ის არის კატეგორიულად წინააღმდეგი მოხდეს პატრიარქ ამბროსი ხელაიას დახვრეტის. თქვენ გაგიგიათ ამის შესახებ სადმე? აი ახლა შეგიძლიათ პირველად იხილოთ ეს დოკუმენტი. და მე ვთარგმნე კიდეც. არ დაუხრეთიათ ეს. კი, ნუ გასაგებია, იქ 27 წელს აღესრულა თავად, კი, ნუ ციხეშიც იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ხომ ნაწილი საზოგადოების ითხოვდა მის დახვრეტას. კი. ხო? უпростоრეთ ის ჩინოსნები, რომლებიც აი ლენინურ პროპაგანდას იზიარებდნენ და ტროცკისტულს, რომ ეკლესია იყო ამ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგი. მე მინდა ვთქო რეჟისორს უბრალოდ აჩვენოს ეს დოკუმენტი. ხო, ეს დოკუმენტი არის მიმართვა ლენინის გარდაცვალების შემდეგ, სადაც ცირკულარული წერილი არის, სადაც ის ყველა ამ აღმასკომებს, რაიკომებს, ქალაქკომებს მოუწოდებს, რომ გაანებონ ეკლესიის დევნას თავი. ეს უფრო ადრინდელია და. წითელი წერია სტალინის დაწერილია, სტალინის ხელით. კი ბატონო, კი, ეს არის ეს დოკუმენტი, მაგრამ მე აქ საუბარი მაქვს სხვა მეორე დოკუმენტზე, რომელიც ეხება უშუალოდ ამბროსი ხელაიას. სასჯელის უმაღლესი ზომა ამბროსისა და სხვა ქართველ სასულიერო პირთა მიმართ სრულიად მიზანშეუწონლად მიმაჩნია, უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო ხასიათიდან გამომდინარე. ხელმოწერა არის სტალინი. ხო, ეს დოკუმენტი არსებობს. ანუ ის იყო წინააღმდეგი და სულ მიდის აი ამ მიმართულებით ტალახის სროლა ამ კაცზე, რომ თურმე ის იყო კაცი ჭამია, ყველას ხრედდა უმიზეზოდ, აი სხვათა შორის მაშინ ბევრი თეატრალი გაწყდა 30-იან წლებში. პარალელებს თუ ავლებთ დღევანდელ თეატრალებთან, მაშინდელ თეატრალებს. ეხლა 1936 მარტს 150 საქართველოს რჩეული. მაშინ დელეგატები არ ერქვა მაგათ და 100 ფესტივალს ეძახდნენ მაგას და იყო 150 რჩეული ჩავიდა მოსკოვში და 150-ის მაგერ ჩავიდა 159. მიიღო გიორგიევსკის დარბაზში სტალინმა ეს ქართველები ჩავიდა პირველია ეს არც ერთი რესპუბლიკა არ არის ჩასული მოსკოვში. ხო და ყველას ხელი ჩამოართვა ამან. ხო და იკითხა რომ где царь грузинской поэзии? საქართველოს მეფე სად არის? პოეზიის მეფე სად აკავთო? ხო და სახტა დარჩა ბერია. ხო და ეხლა სხვამაც ხო ვიცოდი რაც იყო და შეუძლიათ იყო ეს ხო და ვეღარ შევაწუხეთო და რაღაცები. პავლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი. ესენი სულ დააჯილდოვა შრომის წითელი დროშის ორდენებით. და ტაბიძეს ცალკე დადგენილება გამოუშვა და დააჯილდოვა ლენინის ორდენით და თვითონ გამოუგზავნა ეს ლენინის ორდენი. და როდესაც ბანკეტი გააკეთა ეს 36 წლის 22-ში იყო ეს ბანკეტი მე ხო 22 19 ჩავიდა 22 იყო ხო და თვითონ გვერდით იჯდა და სუფრის თავში და პავლო იაშვილი და იყო თამადა ამ უზარმაზარი დიდი სუფრის და სტალინმა უთხრა რომ ესო ჩემი შვილია ხო გაიგე და მანამდე რამოდენიმე ჯერ შეხვდა მიხეილ ჯავახიშვილს. მიხეილ ჯავახიშვილი იყო პირველი რომელიც სექსუალური რევოლუციის მხარდამჭერი იყო თავიდან ბოლომდე. და 17 წლის რევოლუციას ოქტომბრის რევოლუცია კი არ ერქვა, მაშინ ერქვა სექსუალური რევოლუცია.
რომლითაც შემოვიდა ტროცკი ამერიკიდან და ლენინი ჩამოვიდა გერმანიიდან. ხო და აი რაც ეხლა მიმდინარეობდა, აი ეხლა ტრამპის მოსვლამდე და ეხლა კიდევ არის ლენინიც ემხრობოდა, თავად ანამ ცნობილია მისი დიაგნოზი, სიფილიტი კი იყო ოფიციალურად ლუისი ჰქონდა გადატანილი. და როდესაც მან დეკრეტებზე მოაწერა ხელი, პირველი დეკრეტი იყო მიწის დეკრეტი და მეორე დეკრეტი იყო ოჯახის გაუქმება როგორც კაპიტალიზმის გადმონაშთი. და როდესაც უკვე იქ იყო განსახლებაში, იქ თავის წიგნში დაწერა, რომ ის ველური კავკასიელი არა, ამყრალებული ოჯახის საქმე ეხლა ჩვენ მოთავებული გვექნებოდა. ხო და ეს ძველი მეორდება, თქვა, ასე ბრუნავს ესა, მაგრამ ჩვენ ბაბუაჩებს შემოართვეს, ბაბუაჩებს ორი ძროხა და ერთი ცხენი. შეძებული ის ყვეთყობა გლეხი, ხო? და მე რო წამოვიზარდე და ჩემი ძმები, ხო? და 6 კაცი სწავლობდით ერთდროულად უმაღლეს სასწავლებელში. ჩემი გაზიმაში იყო ჯარში რაღაცა, რომ ჩამოვიდა გვიან შემოგვიერთდა. 6 კაცი სწავლობდით ერთად უმაღლეს სასწავლებელში და ყველა ვღებულობდით ერთად. წრიბედიას 2000 მანეთს. ზოგი 400, ზოგი უფრო 500 მანეთს. ასე ერთად რომ შეგვეჯამებია 2000. ბაბუაჩები სუსტანის წევრი და იმიტომ რომ მან ორი ძროხა წაართვეს და ვეუბნებობ რა ღირდა ეს შენი ორი ძროხა. აი გამაგებია რა ღირდა კაცო, აღარ გადაიხადა ამ სტანის მაგაზო 2000 მანეთს გაძდეს შენ გაძდეს, იმიტომ რომ ჩვენ გამოგვიგზანო. უმაღლეს სასწავლებელში რომ სწავლობთ. ბინა უფასო გვაქვს, სწავლა უფასო გვაქვს, ის უფასო გვაქვს, მგზავრობა უფასო გვაქვს. 2 მანეთ ნახევარი ღირდა მატარებლის ბილეთი ქუთაისში და თბილისამდე. ხო და ვეღარ გამოისყიდა, მაგრამ არ შეიძლება დამარცხებული კლასის გაჩუმება ისე, რომ მან წინააღმდეგობა არ გაწიოს დამარცხებლის წინააღმდეგ. სანამდე ის არ დამარცხებული მტერი სტალინი ამბობს, დამარცხებული მტერი განადგურებული არ არის. ასია ეს ცხოვრების კანონია, ეს ბუნების კანონია ეს. კი ბატონო. და ეხლა მოგაცავად ამ ნავთის ფასების დაგდებაზე. ეს არის ბავშვური ლოგიკა, ეხლა ეს რასაც ტრამპი ამბობს, წარმოდგენა არ აქვს, რაზე ლაპარაკობს ხანდახან რა. გეუბნები რომ დედამიწის მოსახლეობის 2/3 არის ოდეკაში. ხო? კი, ხო. ოდეკაში. ხო და როდესაც სანქცია დაუწესეს მაგალითად გაზზე და იმაზე ამას, ხო? გადაერთო და უფრო მეც ყიდის ახლა ოდეკას ქვეყნებში გაზსა ვიდრე იქა. აქ თუ არ უნდათ ამას ევროპას გადართავს იმას და იმათ მიყიდის. ოდნავ ცოტა იაფად, კაიგე? ნერე რა იქნება ამით რა? რას დაუშავებს ახლა რუსეთს? ისა დენიკიდი გამოიძახა ჰიტლერმა. დენიკიდი იქ უმაღლეს იმაში აკადემიაში ლექტორი იყო ომის დროს. და დაეკითხა მაინც შენ რომ რუსებთან იბრძოდი, სტალინის ებრძოდი სამოქალაქო ომში იქეთ და როგორ არის საქმე ჩვენ რამე მე ადრეს ეთყობა მაშინაც გითხარით და ეხლაც გეუბნებით ვიდრე სტალინი უდგას ამ უზარმაზარ მსხეცების არმიას სადრათო დაუმარცხებელია რუსეთიო რუსეთთან აუცილებლად თქვენ ომს წააგებთ
რომელთაც ძალიან გულატი. რასვათა შორის ისტორიული ფაქტები ამაზე მოწმობს თუნდაც. ბევრს გონია ახლა რუსეთს უდგებიან მე მესმე ანგლოსაქსური ხედვა ეწმინდა ულტრამატერიალისტური საზოგადოებაა, გესმით? და ისინი უყურებენ საკრეთ წმინდა მატერიალურ კუთხიდან. როგორც ტრამპი. ტრამპი ერთ-ერთი წარმოადგენელია. ანუ უკვე სამი შეცდომა დაუშვა, რაც იმ სოციუმში სოციალიზებული ადამიანია. ეხლა თქვენ რომ ამბობთ, მე ეს საკითხი არ შემხედრია, ასე დაწვრილებით არ გამიგე. თუ მაგალითად ტრამპი რომელიმე ფლანგის წარმომადგენელია ამ deep state-ის, ხო? მაშინ მართლა შეიძლება გადარჩეს მსოფლიო. თუ მაგათში გაჩნდა ნაპერწკალი იმისი რომ იქ დაირღვეს ეს კავშირები რომელიც ასე მოდის წლების განმავლობაში და ურღვეობის კანონი არის და ერთიანი მართვა არის საერთოდ მაშინ რა თქმა უნდა მაგრამ როგორ შეიძლება თქვა ორი კაცი ემხრობა 11 კაცი რომ მეორე მხარეზე იდგეს რომ ვინ გაიყვანდა ტრამპს ახლა იქ ნუ ეგეც არის კი ბატონო სხვათა შორის ძალიან საინტერესო თემა წამოჭრა გენრი კისინჯერი თავის დროზე ითვლებოდა ნუ როგორც წაგვიგითხავს და გაგვიგიაქვს მენია ხო ამ როჩილდების კლანის წარმომადგენელი ის ძალიან ხშირად ჩამოდიოდა პუტინთან მოსკოვში ადრე და პუტინს ხალხი მოიხსენიებდა რომ მას კითხა ჟურნალისტმა იმპერიალისტია თუ არა პუტინია მან ასე პასუხი გასცა რომ პუტინი არავითარი არანაირი იმპერიალისტი არ არის ის არის ჩვეულებრივი რეალისტი და ამ რეალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე ის მიმართულია რუსეთის ნაციონალური ინტერესების დაცვის ორიენტაციისკენ, გესმით? ამიტომ შეიძლება აქედანაც მე რატომ მოვიყვანე ეს მაგალითად, აქედანაც ჩანს რომ გლობალურ დონეზე ხა ვინც ებრძოდა პუტინს და უშუალოდ რუსეთის ამ ხელისუფლებას და ვინც ამ ომით ამ უკრაინული ომით და მთელი შეიარაღების გადაცემა უკრაინისთვის. აი აქედანაც ჩანს თქო ის მეორე ფლანგი იმ deep state-ისა თუ რა როგორც გინდათ ისე უწოდოთ იმ ხალხს ვინც რეალობაში თავის ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე მართავენ გლობალურ პოლიტიკას, ხო? შესაძლოა ამ დაპირისპირების რაღაც ანალიზს ესეც გვთავაზობდეს იმის ასახსნად, რომ ოჯახებს შორის არის გარკვეული, ტაქტიკური განსხვავებები და შესაბამისად ეს ტაქტიკური განსხვავებები ქმნიან იმ დაპირისპირებებს, რომელიც ამ პოლიტიკაში აისახება როგორც გლობალურ დონეზე, ასევე შეერთებულ შტატებშიც. თავარი მიზეზი ქვეყნის განვითარებლობის და მოუწყებლობის და რომ არ ლაგდება ეს იმიტომ რომ ქვეყანაში არ არის დიპლომატია. კი ბატონო. აი ლავროვი არის ერთ-ერთი ჩამოყალიბებული დიპლომატი, ერთი დიპლომატი არაფერს არ ნიშნავს. თუ მას არ აყავს მოწინააღმდეგე დიპლომატი, რომელიც გაარკვევს მაგას, ანის გაარკვევს, ანეს გაარკვევს, არის ის. და ეს პოლიტიკა არის ახლა ჩვენ მორჩებით იმას გადაცემას და გარეთ რომ გავალ და ჩვენ გზაზე წავალ. ჩვენი პოლიტიკა ეს არის რა, რომ სახლამდე მივიდეთ ცოცხალი. მაგრამ დიპლომატია არის ის, როგორ უფრო სწრაფად მივიდეთ, როგორ უფრო იაფად მივიდეთ, როგორ უფრო უნებლად მივიდეთ. ხო და რომ არ წაგვეჩხუბოს ვინმე რომ ძლიერი იყო. ეს არის დიპლომატია. ეს არ არის აქა. ჩვენ ახლა შეცდომებს უშვებთ ამ მომენტს. აი მაგალითად დღეს თუ გუშინ ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები და რაღაცები. ნუ ახსენებ ასე. ნუ ახსენებ ამ ორჯონიკიძეს. ნუ ახსენებ ასე შენ კომუნისტებს და ნუ ახსენებ ასე ბოლშევიკს. შეიძლება დადგეს ის დრო, რომ მე გავხდე ორჯონიკიძე. მე რატომ აყენებ ხერხებას? ან საქართველოს ამოდენიმე ადამიანს რატომ აყენებ? თქვენ გეცოდინებათ ბატონ გრიშა, ეხლა ნუ გასაგებია ორჯონიკიძეზე რატოა ესეთი ძალიან ხო, მაგრამ ნახეთ არ მახსოვს მithქვამს თუ არა სხვა ეთერში, მაგრამ ორჯონიკიძე, როდესაც იყო სახელმწიფო გამოცდები, ან ჯავშანზე არის ლაპარაკი, ან გაუბიცის, ან სარბაზნის, ან ტანკის. თავად ჯდებოდა იმ ტანკში და გამომცდელებს ეუბნებოდა მესროლეთ. იმათ ფერი ეკარგებოდათ. ანუ თავის შემადგენლობით ვაშკაცი კაცი იყო. ხო, არაფერი სტალინმა წაიყვანა.
სტალინზე უფრო ძლიერი თუ არ იყო, ნაკლები არაფრით არ იყო სერგო ჟორიკიძე სტალინზე. რომ ძიმე მრეწველობა მისი აწყობილი იყო მთელ. აი თლიანად, აი ეს ტეჩი ჩეტირეთი რომ დავამარცხეთ თურმე ესა ქვეყანა და რაღაცები და ეხლა პედესტალებზე დგას. ეს აბსოლუტურად მაგის დამსახურებაა. ხო და ხო ეხლა მეორე სასწაულს გეტყვით ეხლა გასაოცარი რომ ერთ საუკუნეში კი არა დაახლოებით 60 წელში ქრისტიანულ სახელმწიფოში, პატარა სახელმწიფოში ეკლესიამ, ქართულ ეკლესიამ ერთი გადასცა ანათებას და მეორე ვისა წმინდანობა. ყველაფერში მაქსიმალიზმი როგორ შეიძლება რომ იყოს იმე გეთანხმებით ამაში რომ ჩვენ ძალიან მაქსიმალისტები ვარ და გარკვეული ბალანსების დაცვა არ გვიყვარს რაც პრობლემას ქმნის ყველა საქართველოს. თავი შეიკავე. ანდა წაიკითხე კაცო რა. მაგრამ კითხვა რომ არავის არ უყვარს, არავის რა უმრავლესობას უარს ფაქტია. მაშინ ძალით გვაგითხებდნენ, მაგრამ ეხლა აბსოლუტურად აი წიგნი არ დამიდახე შვილიშვილმა ჩამაწერია ლექსიკონ და საძებირო ხოდა მე წამაკითხია ასე და თან ჩაიწერა და უსმინა და ისე ისწავლა წიგნში აჩაიხედა და არ ისწავლა წიგნი ბიჭო წიგნში იყურები ხო თვალებით სწავლობენ ისა ყურების ისმენენ ხმამაღლა უნდა იკითხო ხო და მერე თუ გაგიჭირდა მერე უნდა დაწერო ხელის სწავლობს იმას გაიგე აი რომელი ასოსად დაწერე როგორი სიტყვა ის მეგონებაში მიდის ის ჩვენ ასე გვასწავლდნენ აი ახლა თქვენ რო ცოდნა გაქვთ ეხლა მე დოქტორატურაში ვარ ეხლა ხო და იქ არიან ისიც არიან ხდიან მაგრამ ახალგაზრდებიც არიან როუს მე ეხლა რა ვიცი ჩვენ უკვე გვეწურება საეთერო დრო ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი რა შეიძლება ახლა რეზუმეს სახით შემოვთავაზოთ ტელემაყურებელს ველოდებით როგორ გაიხსნება ეს კვანძი რა მოხდება აქ ჩვენთან ესენი აგრძელებენ ამ საპროტესტო ტალღას სალომე ზურაბიშვილმა თქვა იქ ბოლოს ინტერვიუში რომ როგორ შეიძლება 3,700,000 ადამიანზე იყოს ამერიკის პრესტიჟი აქ საქართველოზე და ვერ მოაგვარეთ ეს ამბავი. აი ჩემ მოსაზრებას გეტყვით ერთი ჩემ მოსაზრებამ ერთმა მაგალითმა გამიმყარა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია ბოლო მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა ევროპაში ყოფილა 52,000 და როგორც გავრცელდა ინფორმაცია 20,000-ით ამცირებს შეერთებული შტატები თავის კონტინგენტს ევროპაში. მე იმას საქართველოს მიმართებაში ასე უყურებ. ისინი თავის გავლენას შეამცირებენ, ჩემ მოსაზრებით მას არსალია, არცხელა ეხლა ტრამპს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, იმიტომ მithოს მაქსიმალურად სწრაფ და ჩქარა მორჩეს უკრაინული კონფლიქტი დაკონსერვდეს მინიმუმ. უბრალოდ აქ მიდის ბრძოლა ის ფლანგის დარჩება, ის პროდასალური ფლანგი რაღაც დოზით, რაღაც პროცენტული შემადგენლით. და იმ ფლანგის ლიდერობაზე მიდის საუბარი, ვინ იქნება, როგორც ჩანს ეს ნაციონალური მოძრაობა, ის გვარამია, ეს ჯგუფები ჩარეცხვას ექვემდებარებიან ამ სისტემაში და ეხლა ახალი ჯგუფი უნდა შეიქმნას იმ ფლანგზე, რომელიც იმ დასავლეთის ინტერესების გამტარებელი იქნება და შესაბამისად ამის ლიდერობაზე მიდის ბრძოლა, ვინ იქნება. ზურაბიშვილს სალომეს ალბათ
ალბათ წარმოუდგენია თავისი თავი ამ დაჯგუფების ლიდერად. მე მგონი ეს შტაბის-ჯილება მრჩება ყოველ შემთხვევაში. თორემ მე დარწმუნებული ვარ 1,000,000%-ით, რომ ეს ოპოზიცია და ვინც დარბის ახლა ქუჩაში, ამ ხელისუფლებას ვერ დაამხობს. ეს დასრულებული, ეს დარჩენილია ეს ხელისუფლება. ქართული ოცნება დარჩენილია ხელისუფლებაში. თუმცა ერთი გამაგებია. როცა იყოფოდეს დედამიწა დაალაგდა. ის იმას საუკუნოდ კი არ უთქვიათ, ეს 50 წლით მათ. კი ბატონო, კი. რუსთავ სტალინმა განაცხადა. 50 წლის ვადა მისცეს ამას თავიანთ ხელში. სტალინმა თქვა, კი ბატონო. აბა, ხოდა ის და ეხლა იქ ეხლა გაითვალისწინეს რამდენი კოღო სად მოხდებოდა თქვა რომ რეგიონში რამდენი კოღო იყო. იო ეხლა რომ ამბობს ის კაცი რომ მე უნდა შევიდო პანამის არხიო, უნდა შევიდო კანადაო, უნდა შევიდო ისა გრენლანდია, რამე. შეგონია რომ ეს ახლა ვაშლი აიღო და ჩაიდე ჯიბაში და წაიღო იმაში თეცხში. იმას 1000-ნაირი შეთანხმება უნდა, 1000-ნაირი გაცვლა უნდა, 1000-ნაირი მორიგება უნდა, გაიგე იმაზე შენ რა თქვათ რომ იგა იქ გრენლანდიასთან ჩვენ რაღაც განკვეული ურთიერთობები გვაქვს იქ ჩვენი გემი დგას ჩვენი ისა დგას მისასვლელია ჩვენი იქა კონტინენტზე ხო და როგორ არის ეს ახლა მე არაფერს არ მეკითხები რომ იგაქ იქ გრენლანდია და ეხლა ამაში ჩვენ ვისთან გავიცვლებით, ვისზე გავიცვლებით, როგორ გავიცვლებით, თუ ჩვენ გკითხავენ რომ თქვენ როგორ ვცვლით ეხლა მაგაში თქვენ თანახმად ვარა თუ როგორ იქნება ეს? ხო, ნუ დიდი ალბათობით უკრაინას არ შეეკითხებიან მასალები ასე ქვეყნდება. კი ბატონო. უკრაინა ჩვენზე რამდენად დიდი არის. ვის შეეკითხება? მხოლოდ სამი საქართველოს ხელა ეხლა რუსეთმა მიიერთა რამდენი რეგიონი. და იქ პატარა ის აი იმიტომ უნდა იმიტომ არა თავი და ას დამთავრებს ომს პატარა ისიც რომ დარჩეს აი კარპატების უკრაინაც რომ დარჩეს მარტო აი კარპატების უკრაინა მარტო იყო და აი ხო ხედავ როგორი ფაშიზმი აღორძინდა იქ უმრავლესობა იმიტომ მიაბა სტალინის ეს ქვეყნები რომ იქნება აკუმულაცია გაუკეთო იმათ და არა იმათმა გაუკეთეს აკუმულაცია მათ რა კი ბატონო. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ საზოგადოება სტალინის თავმჯდომარე გრიგოლ ლონიანი და პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტიკური მდივანი ირაკლი უბილავა. ორ შაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.